თუ შევადარებთ პრესკონფერენციას ორი დღის წინ გამართულს ფინანსური პოლიციის მიერ და დღევანდელ ბრალდებას აღმოვაჩენთ და შევიარაღებელი თვალიდან ჩანს, რომ გეგონება ადამიანს სხვადასხვა ბრალდებულზე საუბრობდა. პრესკონფერენციაზე ჩვენ ვიხილეთ პარტიის ნაციონალური მოძრაობის ლანძღვაგინება, რომ თანხა იქ მიდიოდა, სხვადასხვა გვარები, მათ შორის დავით კეზერაშვილის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ ბრალდებაში ვნახეთ, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პიარი იყო. აქ ბრალდებაში აღარავის ხსენება აღარ არის და მარტო დარჩენილია ჩემი ქვისლი გიორგი ღუნიაშვილი, რომელსაც დღეს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. შევიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დადგმული სპექტაკლი იყო. ის ადამიანი, ვინც გიორგის მეგობარი და პარტნიორი ეგონა, ჩვეულებრივი აგენტია, მეგულისხმობ რიჟას, გიორგი კაპანაძე. შესაბამისად, მისი ჩვენებების საფუძველზე არის შეთითხნილი ამ ადამიანს. ჩემი ინფორმაციის სერიოზული პრობლემები აქვს დღევანდელ სამართალდამცველებთან. ის ადამიანი გამოჭერილია ყალბი ანგარიშ ფაქტურების საკითხებზე, რომელიც მის ნავთობპროდუქტების რაღაც საქმიანობას უკავშირდება. შესაბამისად, ეს ადამიანი კუდით ყავს დაჭერილი ფინანსურ პოლიციას და ალაპარაკებს და აკეთებინებს და ადგილებს ყველანაირ სპექტაკლს, რაც შემდეგ, როგორც ვნახეთ, წინასაარჩევნოდ უნდა იყოს და არის კიდეც გამოყენებული. მე რამდენადაც ვიცი, რაღაც კამერებითაც დარბოდა ეს რიჟა და შესაბამისად, სავარაუდოდ რაღაცა ვიდეო სპექტაკლის სხვადასხვა სერიებსაც ვანახებს ალბათ გამოძიება და მე ვარაუდობ ასევე ეს მოხდება არჩევნებამდე, იმიტომ რომ არჩევნები არის ერთადერთი საფუძველი იმისა, რომ დღეს გიორგი ღუნიაშვილი პატიმრობაში იმყოფება. მოსამართლეს გადაწყვეტილება არ არის მალად დავიტყვი, რომ არის სამარცხვინო, იმიტომ რომ ძალადობრივი დანაშაული არ არის. ის რაც მის მიმართ წაყენებულია, თითიდან გამოწვევილია, მაგრამ გირავა აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა. სულ მცირე იმისათვის, რომ მხარეებს ჰქონდეს შეჯიბრების შესაძლებლობა, იმისათვის, რომ სიმართლე დადგინდეს, იმიტომ რომ როგორც იკვეთება, საკმაოდ დიდ აფიორასთან გვაქვს საქმე. კარგია, რომ პარტიას თავი დაანებეს, მივხვდნენ, რომ ეს უფრო საერთაშორისო სკანდალის საკითხი იქნებოდა. რაც შეეხება გიორგი ჩემი ოჯახის წევრია. ჩვენ ამ გამოწვევას გავუძლებთ. ხარიბაშვილს როგორც ჩანს, ეს ადამიანი პრიმიტიული სიმბოლოებით აზროვნებს და შესაბამისად აი ახლა ჩემი სიმამრი იყო დაჭერილი იარაღზე და ახლა მე ვიღაცის სიმამრი უნდა დავიჭიროთ, გადაწყვიტეს ჩემი სიმამრის დაჭერა რამდენიმე თვის წინ და ნახეს, რომ იმდევად ავადმყოფი ადამიანი იყო ციხეში, გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება შემთხვევოდა და ახლა ჯანმრთელი ადამიანი იპოვეს და დააპატიმრეს. ძალიან ცდილობს ხელისუფლება რაღაც სოპრანოს კლანად გამოიყვანოს ჩემი თავი და ჩემი ოჯახი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ გამოვუათ და ყველაფერი დაკავშირებულია წინასაარჩევნო პანიკასთან, ისტერიკასთან, რომელიც სამწუხაროდ ამ ხელისუფლებას დომეინად და დამახასიათებელ თვისებად იქცა.